მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში აჭარაში 2 საავადმყოფო გაიხსნა. ქედის რაიონული საავადმყოფო ამერიკული და გერმანული წარმოების თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი. მრავალ პროფილური სამედიცინო დაწესებულება ამოქმედდა შუახევშიც. ქედისა და შუახევის კლინიკები მიხეილ სააკაშვილმა აჭარის პირველ პირთან ერთად დაათვალიერა. შუახევის რაიონულ საავადმყოფოში არასათანადო პირობების გამო პაციენტების მიღებაზე უარისხმა მედპერსონალს ხშირად უხდებოდა. ძველი საავადმყოფოს 6 პაციენტი ამიერიდან მკურნალობის კურსს თანამედროვე სტანდარტებით კლინიკაში გააგრძელებს. მათ შორის მზია გაბაიძე, რომელიც პირველ შვილს შუახევის ახალ საავადმყოფოში გააჩენს. არაჩვეულებრივი კომფორტი არის შვენიერი, რასაც ქვია, რაც ნამდვილად არ ყოფილა შუახევის რაიონში ესეთი კომფორტი და მომსახურებაც არის ძალიან კარგი, მომსახურე პერსონალიც ყურადღებიანებია. ამას ვერ იოცნებებდა და ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა ვერცერთი შუახეველი. ეს საავადმყოფო კი არა, საკარგად მყოფო სახლი იქნება თითოეული შუახეველისათვის. რომლისთვისაც დიდ მადლობას მოგცეთ ერთხელ კიდევ ხელისუფლება. ძველი საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნების დონეს. საწოლები, კრავატები იყო მოძველებული, შემდეგ ნაკლებად იყო საერთოდ საჭმელი და ასე რომ გაძამარტიაში ვიყავით ბოდიში. ეხლა უკვე ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა ძალიან. ძველი კლინიკისგან განსხვავებით ახალში სამედიცინო აღჭურვილობა თანამედროვეა. ლაბორატორიის, საოპერაციოს, რენტგენის და სამშობიარო განყოფილებების გარდა ახალ საავადმყოფოში ბავშვთა კლინიკა განთავსდა, სადაც გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად სპეციალური ინკუბატორის კაბინეტი იმოქმედებს. შესაბამისი მომსახურების არარსებობის გამო ახალშობილების ჰოსპიტალიზაცია ამ დრომდე ქალაქში ხდებოდა. ეს აპარატი ჩვენ არასდროს არ გქონია კლინიკაში, რის გამოც გვიხდებოდა ჩვენ ასეთი პაციენტების გადაყვანა ქალაქ ბათუმში. ასეთი პაციენტები კიდე ტრავმირებას განიცდიან ყველაზე მეტად მოგზაურობის გადაყვანის პირობებში. მისი ფიზიოლოგიური გადაყვანა შეუძლებელია ასეთი მდგომარეობით. რის გამოც ჩვენ ფაქტობრივად 5 პაციენტიდან 4 გზაში გვიკვდებოდა. გაიხსნა ორ რაიონში ორივე მაღალტექნოლოგიური საავადმყოფო, ორივე დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო მუშაკებით. ველოდებით ხვალვე გავხსნით ჩაქვის საავადმყოფოს და მომავალ წელში და უფრო მეტი საავადმყოფო გაიხსნება. სულ 12 წლის ბოლოს 16 საავადმყოფო უნდა ეფუნქციონიროს აჭარის რეგიონში. გამარჯობა. ლევზი როგორ ახლა გამარჯობა. ნელა არ წაიქცეთ გამარჯობა. აგერა. უშო მაგარი ხარ რა. გამარჯობა. შუახევის ახლად გახსნილი საავადმყოფო პრეზიდენტმა დღეს ჩანდაცვის მინისტრებთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. პრეზიდენტის განცხადებით რაიონში აღშენებლობის პროცესი გრძელდება და კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მომდევნო წელს რაიონში განხორციელდება, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იქნება. საქართველოს ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ამდენი საავადმყოფო ერთდროულად შენდება. მე ძალიან კარგად ვიცი როგორ უჭერს აქ ხალხს, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენი 90% აქ მოსახლეობის დაზღვეულია პოლიციებით. ესე იგი 90% გარანტირებულია ამ საავადმყოფოში თუ რამე გაუჭირდა მკურნალობა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ პატარ-პატარაზე ვალვითარებთ ტურის, ჩვენ წელს ვიწყებთ მომავალ წელს უпростоრად უკვე შემდგის წლევანდელი წელია. გოდერძის გზის მშენებლობა, რომ აქაურობა აღარ იყოს ჩიხის. თქვენ იცით, რომ ვაშენებთ ზემოთ მაღალ ზემოთაც კურორტებს. აქედან ზემო ხულოსკენ და იქით გოდერძისკენ. ეს რა თქმა უნდა ამ რაიონსაც გამოადგება და თქვენ იცით რომ აქ მუშაობს ნორვეგიელი სპეციალისტები დიდი ჯგუფი. ჩვენ მომავალ წელს ვიწყებთ აჭარის წყლის კასკადების მშენებლობას, რომელიც აქ დაასაქმებს 1000-ზე მეტ ადამიანს. ჩვენ დაგვჭირდება ძალიან ბევრი ხალხი დაწყებული მომავალი წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც მინიმუმ ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში აჭარაში. მე მინდა ვკითხო ხალხს, გინდათ თუ არა ჰიდროელექტროსადგურები, გინდათ თუ არა ეს არის პასუხი იმ ხალხების იქებიან დაბადებისა შემოწმება რომ პროგრესი შეჩერდეს. ვერ აგესებიან. ჩვენი მთავრობა ეს არის აღშენებლობის და პროგრესის მთავრობა. ერთი დღე არ გაჩნდება აღშენებლობა. გახლიკებით რომ დაწარმოოს საქართველოს გამემტრება და მათ შიდა დამქაშება და გაგზავნება. რა პროპაგანდისტული ტრიუკები უნდა ჩაატარონ.
ყველა ის გეგმა, რომელიც უკავშირდება აღშენებლობას, გზებს, საავტომობილებს, ჰიდროელექტროსადგურებს, რომელიც ახალგაზრდობისთვის არის სასიცოცხლო, ბოლომდე იქნება მიყვანილი. საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ქედის მრავალპროფილური კლინიკაც გახსნა. 25 საწოლზე გათვლილი სამედიცინო ცენტრი მიხეილ სააკაშვილმა აჭარის პირველ პირთან საქართველოსა და რეგიონის ჯანდაცვის მინისტრებთან ერთად მოინახულა. პრეზიდენტი მედიკოსების კვალიფიკაციითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ის აპარატურა, რომელიც აჭარის ახალ კლინიკებშია, დედაქალაქის საავადმყოფოებისთვისაც იშვიათია. 85% მოსახლეობის დასაწყობად თან უმწეოთა დაზღვევა, ხო? ესე ფაქტობრივად აგვიშენებია აქ სოციალისტური ჯანდაცვის სისტემა, ოღონდ თანამედროვე, შვედური სისტემა. ზემო აჭარაში პრაქტიკულად ჩვენ დიდი ნაწილი მოსახლეობის აბსოლუტურ დიდი ნაწილს დაგუვებთ. როგორ გამარჯობთ? ეს რენტგენია, ხო? გადაგამზადეს, პრინციპში რა დიდი გადამზადება ამას არჭირდება, მაგრამ რა. ხო. ძალიან რენტგენოლოგების ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. დასავლეთ ძალიან მაგარი ექიმები არიან. აჭარაში ტრადიციულად იყო ძალიან კარგი ექიმები, მაგრამ ბოლოს საერთოდ არ ქონდა საავადმყოფო ეს იყო ჩამოინგრა ხო? ძალიან კომფორტია. ძალიან ბევრი სპეციალისტი კლინიკაში ძალიან კარგი გარემოა საპატატოს. ძალიან მაგარი. ანდო პირიქით თქვენ. და მინდა გითხრათ, რომ ეხლა რასაც ამბობენ, რომ ნამდვილი სამშობიარო ბუმი იწყება საქართველოში. სადაც ჩავდივართ, ყველგან არის ძალიან ბევრი და სტატისტიკას რო უყურებთ, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ დაიწყო, არ ვიცი, მოახდინა ფსიქოლოგიური გავლენა თუ არა, მასშტაბური შობადობა. და ძალიან მიხარია. ეს უკვე ყველა აპარატურა თანამედროვე არის შესაძლებელი, რომ ადგილზე გაკეთდეს ყველა აჭარაში. ეკოსკოპი არ იყო აჭარაში? ორსტუტაზე დამხედველობა ყველაფერი გაკეთდეს მაღალ დონეზე ადგილზე. ესე იმდენად სასწაულია, რომ მეც სამჯერადო, მართლა. ესე ეხო ვიცოდეთ რომ ამ დაპირებას შეასრულებთ, ეხა საკუთარ თვალებს არ უჯერებთ და ყურებს რომ მართლა ამ დონეზე შესრულოთ. ყველა სახელმწიფო პროგრამა მუშაობს ყველა რაიონში, ყველა ორსტულის ზედამხედველობა იწყება მშობიარ უგერთან ორსტულობის პერიოდში. მაღალი რიგის ორსტულე ორსტულებზე გვაქვს სპეციალური ზედამხედველობა დაწესებული. ამის მიზეზია რომ თბილისში იდგა რამდენიმე წლის წინ რამდენიმე ესეთი აპარატი და იყო კერძო და ფულის კეთება და ეს შემოვიდნენ უკვე პაციენტები. რა თქმა უნდა, ოპერაციული კუმავეჯერ არა. რა გაქვთ დამთავრებული? ბაქნის სახელმწიფო ხო, და გადამზადებასაც გაიგე. კიევში, სახელმწიფო აკადემიაში, კიევში. იქ რამდენი ხანი იყო კიევში? 2 წელი და 2 წელი. პრეზიდენტი რაიონა. ეგ როდის გაერთ ეს ეს 2006-2008 წელს. ძალიან ესე სულ ახალი შე. ქედაში შუახევში გაიხსნა ახალი კლინიკები, ეს არის საპრეზიდენტო პროგრამის ნაწილი, ასე ახალი საავადმყოფო. მოიხსენებათ აქ თვის განმავლობაში 150-მდე კლინიკა იქნება მზად მიიღოს პაციენტები, ის რაც ადრე მარტო ფილმებში შეგვეძლო გვენახა, კლინიკა აპარატურა, დღეს უკვე ხელმისაწვდომია უკვე ქედას, შუახევის მოსახლეობის, უამრავი სხვა რაიონის მოსახლეობისათვის, დაახლოებით 20,000-მდე მოქალაქე ცხოვრობს ქედაშიც. შუახევში მომავალი წლისთვის გვეგმავთ, რომ დაახლოებით 14-15,000 უკვე მხოლოდ სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული დაზღვევა მიიღოს. ეს რაც ნიშნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მომსახურება, ეს კლინიკები უნდა ხელმისაწვდომი გახდეს თითოეული მოქალაქისათვის. ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა არის ჩვენი მიზანი და ამ პროგრამის მთავარი ამოცანა. ქედის რაიონული საავადმყოფო ამერიკული და გერმანული წარმოების თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. საავადმყოფოში შესაძლებელია როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონალური მომსახურება. კლინიკის მედპერსონალი 80 ადგილობრივითაა დაკომპლექტებული. ეს არის თანამედროვე სანარკოზი აპარატი, რომელიც ჩვენს რაიონისთვის დიდი საჩუქარია და აქამდე ართულდა. ეხლა შეგვიძლია პაციენტი, ყველანაირ პაციენტს მოვემსახუროთ და ჩვენს პაციენტებს აღარ მოუწევთ გასვლა სხვა ქალაქში და სხვა ჰოსპიტალში რთული ოპერაციების ჩასატარებლად. აპარატი აღჭურვილია სხვადასხვა რეჟიმებით. გავესაუბრე ნახე პერსონალი აპარატურა, არის ბოლოთაობის აპარატურა, მე თვითონ ვარ გინეკოლოგი, ვნახე სამიანო განყოფილება
საოპერაციო, თვითონ გინეკოლოგიური განყოფილება და ცოტა შემშურდა, იმიტომ რომ ჩვენ თბილისში მე თბილისში მუშაობ, არ აქვს ესეთი არც კრესლოები, არც ესეთი აპარატურა, სიამოვნებით ვიმუშავებ ქედაში გადმოვიდოდი. ქედის სამედიცინო ცენტრის მშენებლობა წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორსართულიანი შენობის აგება და შესაბამისი ინვენტარის აღჭურვა სადაზღვევო კომპანია იმედიელს 4 მილიონი დაუჯდა. შუახევის კლინიკის კი 3,5 მილიონი ლარი. კლინიკა აღჭურვილია მთლიანად ახალი აპარატურით, ეს გახლავთ ამერიკული და გერმანული წარმოების აპარატურა. საავადმყოფო გათვლილია 25 საწოლზე. მეორე სართულზე იმყოფება ამბულატორია, რომელიც მოიცავს ფართო სპექტრს ამბულატორიული სერვისებისა. იმედიელმა კონკრეტულად ამ საავადმყოფოს ინვესტირებაში გაიღო 4 მილიონი ლარი. ასევე დღესვე თქვენ დაათვალიერებთ შუახევის საავადმყოფოს, რომელიც ოდნავ პატარა არის 20 საწოლზე არის გათვლილი, ანალოგიური ევროპული დონის ტექნოლოგიები გამოყენებული, ინვესტიცია ჩადებული, გახლავთ 3,5 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანია იმედიელი აჭარის რეგიონში კიდევ 4 საავადმყოფოს გახსნას გეგმავს. ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკები მალე ხულოში, ბათუმსა და ქობულეთში ამოქმედდება.